27 აგვისტოს მოლდოვამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა როგორც ჩანს, ქვეყნის სუვერენიტეტს განმტკიცება კვლავაც სჭირდება. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 34 წლის იუბილის აღსანიშნავად მოწყობილ ღონისძიებაზე თავის ამომრჩეველს პრეზიდენტმა მაია სანდუმ მიმართა. მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვან დღეზე, რომელიც ზუსტად ერთ თვეში, 28 სექტემბერს დადგება. საპარლამენტო არჩევნები. ესაა რისთვისაც ახლა მოლდოვა ემზადება და მისი შედეგი ქვეყნის საგარეო კურსს გადაწყვეტს. მაია სანდუს თქმით 28 სექტემბრამდე მოლდოვას უკიდებლობა, სუვერენიტეტი და მშვიდობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბოლო წლებში მოლდოვას ღიად პროევროპული კურსი მოსკოვის რისხვის მიზეზი გახდა. 2024 წლის 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ ქვეყანას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა მოედო. კრემლი მაია სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას დეზინფორმაციის გავრცელებაში, ამორჩევლის მოსყიდვასა და ქვეყნის დესტაბილიზაციაში სდებდა ბრალს. თუმცა ახლა მოლდოვა მარტო არაა და მას ზურგს ევროპელი ლიდერები უმაგრებენ. 27 აგვისტოს დედაქალაქ კიშინიოვში საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ, რათა მხარი დაეჭირათ მაია სანდუს პროდასავლური პარტიისთვის და პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაიმართათ. მაია სანდუმ ლიდერებს მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად ქვეყანაში რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდებზე ისაუბრა. Თქვენი აკყოფნა არა მხოლოდ მოლდოველთა მხარდაჭერას აჩვენებს, არამედ იმასაც, რომ ევროპული პროექტი გრძელდება და ჩვენ ამ პროექტის ნაწილი ვართ. გვინდა ნათლად ვთქვათ, ევროპას ალტერნატივა არ აქვს და ევროკავშირის გარეშე მოლდოვა წარსულშია გაჭედილი. ამას მეზობელ ქვეყანაში ჩაგდებული ყოველი ბომბის დროს ვგრძნობთ. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული დაუნდობელი ომი ყოველდღურად ადასტურებს, რომ ევროპა ნიშნავს თავისუფლებასა და მშვიდობას, ხოლო პუტინის რუსეთი ომსა და სიკვდილს. მოლდოველებმა უკვე აირჩიეს სწორი მიმართულება, ევროპული გზა, მშვიდობის გზა, თუმცა ყველამ ვიცით, რომ დამოუკიდებლობა გარანტირებული არ არის. ის ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. დღეს კი ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მშვიდობა უფრო დიდი გამოცდის წინაშეა ვიდრე ოდესმე. ცდილობენ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, უცხოურ დაფინანსებას, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებას, კიბერშეტევებს, დაფინანსებული საპროტესტო აქციების გამართვას, ეკლესიისა და ონლაინ პლატფორმების გამოყენებას ანტიევროპული გზავნილებისთვის, სიძულვილის გავრცელებისთვის. ვითარება მართლაც რთულია, რადგან საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ერთი პროევროპული პარტია, მაია სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია წერია. მოლდოვას პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთვება და ქვეყნის დესტაბილიზაციას შეეცდება. მის აზრს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც იზიარებს. რუსეთი ყოველდღე დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ზიანი მიაყენოს და ძირი გამოუთხაროს მოლდოვას თავისუფლებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას. მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე დღე არ გადის რუსეთის მასიური ჰიბრიდული შეტევის გარეშე. მოლდოვას დემოკრატია სამიზნეშია, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში. თავისუფალი, ღია, ლიბერალური საზოგადოება სამიზნეში. სწორედ ამიტომ გეხმარებათ გერმანია და ევროპა. მხარს ვუჭერთ მოლდოვას დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვეხმარებით მას მისივე უსაფრთხოების გაძლიერებით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული დეზინფორმაციის ცნობილ გზავნილებს უპასუხა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოთა კავშირი არ არის. თქვენი დედაქალაქიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ მძვინვარებს. ასევე აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია მოლდოვასთვის მშვიდობისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ გაკეთებული აშკარა არჩევანია. კრემლის პროპაგანდა გეუბნებათ, რომ ევროპელებს ომის გახანგრძლივება და ხალხების დაჩაგვრა სურთ. ეს ტყუილია. რუსეთისგან განსხვავებით ევროკავშირი არავის ემუქრება და ყველა სუვერენიტეტს პატივს სცემს. ესაა კავშირისა და თითოეული ქვეყანა გაწევრებას თავად სუვერენულად წყვეტს. ესაა კეთილდღეობისა და მშვიდობის კავშირი. ევროკავშირი არანაირად არაა საბჭოთა კავშირი. 2024 წლის ოქტომბერში მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მცირე უპირატესობით მოსახლეობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას დაუჭირა მხარი. მალევე ბრიუსელმა კიშინიოვთან გაწევრებაზე მოლაპარაკებებიც გახსნა.